ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთ-ერთი პროექტის ახალგაზრდული იდეის ფარგლებში ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზუგდიდის იუსბანკის მიერ დღეს 5 პროექტი დაფინანსდა. $500 ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ავტორებს ჩეკები დღეს გადაეცათ. ზუგდიდის ახალგაზრდულმა იდეამ ამ საგრანტო ციკლზე დაფინანსა 5 პროექტი იმ თემებზე, რომლებიც პრიორიტეტულად გამოიკვეთა ჩვენს რეგიონში. ეს იყო განათლების ხარისხი, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, გარემოს დაცვა და არჩევნები. აქედან გამომდინარე, ბავშვებმა დაწერეს პროექტები, მათ დაახლოებით $500 ფარგლებში დაუფინანსდათ პროექტები და უკვე ხვალიდან ისინი შეუდგებიან საკუთარი პროექტების განხორციელებას და იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ისინი ძალიან მნიშვნელოვნად თვლიან საკუთარ რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში. დაჯილდოების ცერემონიალის პარალელურად ნაჩვენები იქნა ფილმი იუსბანკის შესახებ, მის მნიშვნელობაზე და საქმიანობაზე. პროექტ USAID და SIDA უწევს ფინანსურ მხარდაჭერას. პროექტი ერთად მშვიდობისთვის უშუალო იდეის ავტორი ვარ მე, ხოლო განხორციელებაში დამეხმარა უშუალოდ ზუგდიდის ახალგაზრდული იდეა, რომელმაც მომცა დაფინანსება $500 ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს ტრენინგების ერთკვირიან კურსს დევნილი და სოციალურად დაუცველი 20 ბავშვისთვის. ზუგდიდის იუსბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება ხვალიდან დაიწყება.